ხაბეიშვილის დაკავებაზე გამოხმაურებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. რაც შეეხება ბრალის დამზიმებას, ეს ადამიანი არაერთხელ თვეების განმავლობაში საჯაროდ სხვადასხვა ეთერებით იქნებოდა სოციალურ ქსელით მოუწოდებდა ადამიანებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო 4 ოქტომბერს კონკრეტულ თვესა და რისკს აანონსებდა და ასევე მოუწოდებდა ყველას, რომ მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების დამხობაში, რაც არის რა თქმა უნდა ცალკე დანაშაული და თავის დანაშაული რომ გადაიფარა, მშვიდობიან სიტყვას ურთავდა ხოლმე ამ ქვეყანაში ხელისუფლების სულების ერთ-ერთი საშუალება არის ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებში და არავის არ აქვს შესაძლებლობა არც მშვიდობიანი რამე ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ არც მშვიდობიანი დამხობის, არც არანაირი დამხობის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ სიმაღლეზე დგანან. ლევან ხაბეიშვილი ადამიანი, რომელიც არის პირდაპირ აგენტი და მართული გარეძალების მხრიდან აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, უნდა კონდეს განცდა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება და დაექვემდებარება ადეკვატურ და შესაბამის პასუხისმგებლობას. როგორც ქრთამის ამღები არის დამნაშავე, ისე ის ადამიანიც არის დამნაშავე, ვინც შეთავაზებას აკეთებს. მე მოვისმინეთ რაღაც სისულელეები, რომ აი რაღაცა ფარულად რო ყოფილიყო, აი რომ წარმოუდგენელი არ ვაპირებ ამ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლას, მაგრამ დანაშაული პირდაპირ სახეზე არის, მოუწოდებდა კონკრეტულ ადამიანებს, თორსებს სამართალდამცავებს, სადაც თავაზობდა გარკვეული რაოდენობის თანხას უკანონობის ჩადენასთან, თუ ისინი ჩაიდგნენ უკანონობასთან. რა ვიცი, ამაზე მეტი ფაქტი რა უნდა იყოს.